მაინც შენ ქვეყანას არაფერი არ ჯობია რა, მაინც აი ესეთ რაღაცეებზე რა. თავარი გეგმა რაც გქონდა ეს გავაკეთეთ. ძალიან საინტერესო ადგილია, ძალიან ცნობილი ადგილი არის რა, მოკლეს. ყველა ხართ აქ ნაყოფები, ნარკოტიკებს რო იყენებენ, ეს განდობო, ეხლა არ გაჩერდება ლაპარაკს აი. აბა გომან, ჩემთვის იცოდა ჩინური თემა არის, ეს იმდენი უცხოური ბრენდი არის რა. ეს არის, რაზეც 2 თვე ვოცნებობდით. ეხლა არის დილის 5 საათი და 38 წუთი. გავიღვიძეთ ეს 10 წუთის წინ. დღეს გეგმაში გვაქვს წავიდეთ საოცნებო ადგილას, სადაც 2 თვის განმავლობაში გვინდა წავსულიყავით, მაგრამ დაკავებულობის გამო ვერ ვახერხებთ ამ ადგილას წასვლას, მაგრამ დღეს აღარ კვირა არის, ცოტა საქმეები გადავდეთ გვერდზე. მიაფუჭეთ მოაფუჭეთ რაღაცა. იმიტომ რომ მეთქი აი დღეს უნდა იყოს დღე, როცა აქ აუცილებლად წავალთ მეთქი. სანამ ან წავალთ, რაღაც საქმეები გვაქვს. მაგალითად ეხა პირველი. ავდგეთ და წავიდეთ დარბაზში, იმიტომ რომ აუცილებელი არის ჩვენ თავს პირობა მივეცით, რომ ყოველდღე ვაპირებდით ვარჯიშს და ღმერთს მადლობა მარტო სულ რა გვიწევს. სულ არც თუ ისე ძალიან მიყვარს, მაგრამ უბრალოდ აუცილებლობაა, რომ ჩემი ტანი და ყველაფერი ფორმაში ვიყო რა. ცოტა ხანში გავუდგებით ლოს-ანჯელესის გზას დარბაზის მერე. ეხა კიდე წავედით. ეს რა რეგიო? ეს არის ულიმიტო ბარი. შეგიძლია გამოიყო როცა ხარ განსაკუთრებული წევრი ამათი. რომ გამოდიოთ თუნდაც ყავა. მე ხილი ყველაფერი აიღო. ეს მოსაცდელი ოთახი არის რა. წავწავდეთ დავწყდ ვარჯიშს და დავგენდება. შევუდგეთ რომ უცებ გავიდეთ აქ. იმას ვიტყოდი რომ ეს დილით ვარჯიში ზოგი ხალხი იძახის რომ ძალიან აი მეხალისება ეს ანუ არ არის ეგეთი რაღაცა სახალისო იყოს ეს ყველაფერი რა უბრალოდ მე მგონი ამას დისციპლინა ჭირდება რომ ესე ყოველდღიურად ადგილი და ესეთი რაღაც გააკეთო იმიტომ რომ თავიდან მართლა ძალიან ძნელი არის მაგრამ დროსაც რომ ყველაფერი მე ნენლა უფრო რაც უფრო მაღლა ადიხარ უფრო ადვილდება შენთვის რა წამოხა წავედით საუნაში ეხა ჩვენ და ეხა წამოხო წავედით საუნაში და გავთბე რაღაც მაგარი იმაზე მოვიდე ბანი აიღე ჩემთვის და ხოი გაეთ მოდი მე ყავა გააკეთე. კაი არის მაინც სასიამოვნოა ეს და შენ დარბაზს რო ესეთი რაღაც აქ რო აი ბანაობად შეგვიძლია ბიზნესის ფლობელი და ძალიან ისეთი ხალხი დადიან აქ რა და ანუ დრო არ აქვთ ხოლმე და აქ ესე შეუძლებთ უცებ წაიხემსო რაღაც გამოლაპარაკო ადამიანებს. ესეთი ადგილია სიახლეები ნახონ ტელევიზორში. ეს არის ადგილი სადაც მთელი ბიზნესი აქ ხდება ხოლმე რა. ეს სელექცია ვაქვს დღეს Rolls-Royce Spectra, კულინანი. მაგი აქეთ Ferrari, nigga, Cybertruck და აგერ თავარი, ოქრო, შალვა. შაკოკოს. 30,000 feet in the air. Steward is complimenting me on my nappy hair. If I can fuck her in. გამოვიდით გავუდექით გზას, მიუდგებით ჩვენი ნანატრელი ადგილის სანახავად. ქვეყნიდან რო ვართ წამოსულები და ამდენი ხანი აქ რო ვართ მოღვაწეოთ, რო ვთქვათ ესე. ცოტა ნოსტალგია გვაწოვა ხოლმე და ხანახან ძნელი არის ხომ გინდება ხოლმე რა ხანახან საქართველოში წასვლა და რაღაც მაგრამ სამწუხაროდ ჯერ აქ არ ვართ იმ დონემდე მისულები რომ ეს საქართველოში წამოვიდა კომფორტულად რო ვიყოთ რა იმიტომ რომ ვიცით რომ აქ კიდე დიდი პოტენციალი გვაქვს და ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და მაგის მერე ვიცით რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვალთ მთელი ოჯახი მან ყავს ყველა მეგობრები მან ყავს ყველა და ეგ არის აი ეგ გვენატრება ცოტა საქართველოზე რომ აი მაინც ესე აი პირისპირობ ელაპარაკები გულწრფელი ვერ ხარ ვერავისთან იმიტომ რომ შეიძლება ის გულს ალბათ სვად გამოიყენონ რა აი ხა ყველას რო განახოთ ეს მანქანა რო არის ძალიან პატარა აი უყურეთ აი ხა ბოლომდე მიწოლი და ეს ფეხები მაქვს მიდებული ბოლომდე ამ იმაზე რა მურადგილიანი არის ეს მანქანა და ანუ ძალიან მეტი არც გინდა რა გინდა აი ორი ადამიანია მეტი არც გინდა რა არავინ რა ყოველთვის უნდა ყავდეს ვიღაც სანდო გვერდზე რა ხა ჩემ შემთხვევაში აი ეს ადამიანი მიყავს გვერდით ვაჟბატონი ჩემს გვერდით და ეგ მაგიტომაც ვიყეთ ორკარიანი მანქანა შეგიძლია გაადგა სოფლიო თუ მოინდომებ მით უმეტე შენი ძმა თუ არის რა გვერდზე რა ეხლა მივდივართ როდეო დრაივზე ეს ადგილი არის ლოს-ანჯელესში მე ვიცნობილი სახე ცხობს ამ ქუჩებზე ნახსახლები დაანახე შეგრიან ეს სახლია ესეთები სახლები ღირს ამოდენიმე მილიონები ხურდაფული ღირსა და ფული 100-ს ლაპარაკობ. კაი ადგილი კი არის ეს, მაგრამ რაღაც ძალიან ტურისტული ადგილი არის რა. მე პირადად არ მომწონს აქ ეს სიარული, იმიტომ რომ
აქ ფიქრობ, აი, ჩემი მოსაზრება არის, რომ აქ ისეთი ხალხი მოდიან აქ, აი რაღაც აი რომ მუშაობენ მთელი კვირა, მთელი თვე და რაღაც ერთ ფეხსაცმელზე ერთ რაღაცა ნივთზე დაახარჯებენ, რაღაც თავიანთი ნახევარი თვის იმას რა. ვისაც მართლა ფული აქვს, მაგათ თავიანთი პირადი სერვისი აქვს ამ კომპანიებთან რა. ანუ თვითონ მიდიან ეს ბრენდები რაღაცა სახში, ანუ მიყავს ცისადგილზე რომ ანახონ რა ახალი კოლექცია რა. მახესავით არის და ეგრევე ფიქრობ, იმიტომ რომ ამერიკამ დაიწყო $1600-იანი სტიმულუს, ანუ ჩეკები კოვიდის ისინი რა და გამოიცა Louis Vuitton-მა რა გააკეთა. $1600 რაღაც ფეხსაცმელები და რაღაც ჩანთები არა, მაგრამ რაღაც ნივთები იმასქნა რა. გააკეთა რომ ანუ პირდაპირ როგორც თქვი აიღებდი ჩეკს ეგრევე ბრახ გადაიხდიდი ეგრევე რა. აქ არ ამგონია მე შენ რო ვიშოპინგოთ რა, მაგე ტარგეტის $5. მე არც მიყვარს ეს ბრენდების ნახი რა ჩობოდმაციო, არაფერით ფეხსაცმელებს თუ იმას ვიყიდი. ფეხსაცმელებიც მეც ის, მაგე $22 ძალიან შემიძლია ფეხსაცმელები ვიყიდე. ჩემი ძვირიანები არის, მაგრამ ამოდგება ყველა ბრენდის მაღაზია რაც წარმოიდგენიათ, ყველაფერი აქ დაწყებული როლექსი, პატეკ ფილიპი, ვალენტინო, ბოტეგა ვენეტა, ვენკლიფი, ბოტეგა ვენეტა. რა ჩემი ფეხები. ჩემთვის ცოტა ჩინური თემა არის, ესეთი იმდენი უცხოური ბრენდი. და ვენკლიფი ხო იცი და სტეფანო რიჩ ხო იცი და ვენკლიფი და ისინი ხო, მაგრამ ლუის ვინტონის ხო იცი? ლუის ვინტონი კი. დოლჩე გაბას მაღაზია იქა და პორშეს მაღაზიაც იქაა ხოლმე რა. დონე ხალხი დადის აქ ყველგან. რაზე გავჩერდით აქ? ყავა დავლეთ უბრალოდ და ეგაა. უკვე ქსონეს ანისა. ყავას გაჩვეცო ხანი და მე ანუ ეგაა შენი ისა რა ქვია სიკრეტი რომ იღვიძებ ადრე? ყავის? ო, ალბათ. ყავა არის ჩემი ბენზინი ესე ვთქვათ. ყავა ყოველ დღე დღეში ორჯერ ხოლმე ხანდახან ადილით და მე შუა დღისით რომ დამეხმაროს დღის გაატანაში ესე ვთქვათ რა. ესეთი ხედებზე ვზივარ ხოლმე, ულამაზესი ხედია ეს მაჩველი. ჩემზე კაის რას დაინახავ ეს. ეგ ბევრი ჰოტელი აგე. და ცხოვრება მაგარი ქაოსური იქნება რა, არ მომწონს. ეგ დგას იქ ტიპი და უღებს მაგას სულაც. ამერიკაშიც კი უყვერთ ხოლმე ესეთ სუპერ კარები აქ ამას გიზეს. I'm standing on a field full of landmines doing the moonwalk hoping I blow up in time. Cause 2012 might not be a fucking legend the man of mankind. არ გაუტეხა. აი ესეთი რეაქციებია. თავს ხომ მაინც გავუხარდა მაგას დანახვა. არა, მაგისთვის არიან ჩამსო შოუ ნახონ და. Less than high power, 5-star dishes, food for thought bitches. I mean this shit is ესეთი მდგომარეობა არის აქ. აი აქ ლოს-ანჯელესში. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ეს ქალაქი არ გვიყვარს არის ეს. ეს ქალაქი არის ძალიან ბინძური ქალაქი არის, უმეტესი ნაწილი რა, ეხლა რა თქმა უნდა Beverly Hills და კაი ნაწილები მან ყოველთვის სისუფთავე ექნება, იმიტომ რომ ეგ არის ტურისტების ის არის, რა ქვია რა. არ ვიცი რატომა ძალიან ბევრი უსახკარო და ძალიან ბევრი ანუ ძალიან ბევრი ნარკოტიკები ტრიალებს ძალიან. Let's go! ნარკოტიკებს რო იყენებენ, აი ეს განდა უბრალოდ არიციან რა აკეთონ აი. ეხლა არ გაჩერდება ლაპარაკს აი. ეხლა კიდე გაუნჯობესებული სიტუაცია თუ რა აქამდე 2 წელი რო ვიყავი ძალიან სიბინძურე იყო, ძალიან ბევრი ნარკომანი, ანუ უსახკარო იყო გამოსული. შეიძლება ზედა დღე როა მაგიტო არის, ეხლა თუ ეს ღამე რო იქნება, მე ვაფშე ღამე უკვე სხვა ნადირები გამოდიან აქ უკვე რა. ეხლა მივდივართ გრიფიტის ობსერვატორიაში. ეს ადგილი ცოტა მოგონებთან არის დაკავშირებულია რა? კი. ხო. მიყვარს ხოლმე რამდენი მოხდები ხოლმე ლოს-ანჯელესში, მიყვარს ხოლმე მაგ ადგილზე მისვლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოგონებასთან დაკავშირებულია ეს როგორც ვთქვი. Send me a text, don't answer her call. She love when I flex and shopping I'm all. ბევრი დეტალის გამო აქ ანუ ჯობია რომ ადამიანებს არ ენდო, რომ ღამე უფრო წყნარად გეძინოს, ვიდრე რომ აი ენდო და რისკის ქვეშ იყო. ფინანსებზე ლაპარაკი საერთოდ ამერიკა ხალხთან საკე სხვა თემა არის რა, აი ჯერ ერთს გეუნებიან, მერე უცებ აი საქმეზე რომ მიდგება რა, აი მართლა არა აქვთ რა ის აი ჟილკა რო იტყვიან ესე რომ აი საქმეზე რომ მიდგება ხოლმე ვერ რისკავენ რა. ადამიანს შეუნებოდი რომ ეს ამდენი ფული შეიძლება გვიწევს რა, ანუ თქვა ერთი Airbnb რომ დაგვეწყო ერთი აპარტამენტის ამბავში $500 ამბავი იყო და მეთქი ნახევარი გავიყოთ მეთქი რომ შევიმიქ და კაიო რაზეა საუბარი როცა დრო მოვა ჩასადებას ფულის ხო მე მითხრა უი ბოდიში $200 მაქვს ჩაგიდე $200 და მე დავამატე $500 როცა ფულს მოვიგებთ ანუ ეგრე არ ხდება რა მაგარი ის იყო მაგარი კაცი იყო აი უნდა და $200 და ანუ ეს ეზრო და შემოძრომა უნდა და რა მაგრამ მე რო წავიდა მე ხო იყო ყველაფერზე როგორ მიდის
ყველაფერი კიდე ხვაპია გახსნას და რაღაცები მე უკვე რაღაც დავამშვიდობეთ და მე აღარც მიგვიწერია არაფერი რა. ხალხი რო ნახავს წარმატებას და რაღაც ეგრევე ანუ იმისავით გველისავით მოდიან რა უკან რა შენთანა და აინტერესებს მე აბა როგორ ხდება ეს ყველაფერი ესა და ესა და აბა ეხლა კიდე ხო არ ვცადოთ და რაღაც და მე უკვე გვიანი არის ეგეთი ხალხისთვის რა. ამერიკული გამოთქმა რო არის რა scare money don't make money რა როგორ თქვა და შიშით გაკეთე შიშით ჩადებული ფული ანუ არ აკეთებს ფულს ეგეთი ცოტა უხეშად გამოდის მაგრამ ეგეთი რაღაცა კონცეფტი არის ამერიკულად რა. წვენა გაქრო ეს გამო ანუ არ უნდა შეგეშინდეს არასდროს მაგაში ფულის ჩადების რა. Back in this bitch in the back of that bitch with my back against the wall and your bitch on the edge of my dick. Jump off. I call a bitch a bitch. მოგვითხრა GTA-ში რასაკეთებდი. ამ ადგილს მოტოსაც ბომბია ხოლმე აკაურობას, ისტრიბიტელით ესე ვთქვათ. შედიოდი გამძარცვადი ხოლმე, გამოდიოდი ხოლმე. ყოველთვისაც ნათამაშები გაქვთ ალბათ. ყველა ხართ აქ ნამყოფები. Pet that dog. ეს ყველი არის. რაც მაგა golden retriever-ია. მოტოს ისე ფხაება ზოგი შეხედე ნახე. გააწვა გამოწვა. აი ეს არის ხედი რის გამოც აქ ჩემს მას ძალიან უყვარს მოსვლა ლოს ანჯელეს ანგელოზების ქალაქი. ვინც ამერიკაში ცხოვრობთ ქართველები აქ რომ ამოხვიე და 5 წუთი 10 წუთი მედიტაცია გააკეთო, კაი არის რა. მოტივაციას გასო წახვიდე და ყველაფერს შეუტიო რა რაღაცა იმინა გააკეთო რაც გინდა რა. კი მართალია მაინც ეს ტურისტული ადგილი არის და ფილისის ხედი უფრო რაღაც სასიამოვნო არ არის მეთქი ვიდრე ეს. აი ნარიყალაზე როა ნარიყალაზე ვადიოთ ხომ ბავშვობაში დავძროვოთ ხოლმე რა. იმაზე რა ქვია, იმას რა ქვია, ამ წეთო რა ქვია იმას? ქართლის დედა და რაღაც მაგარი ის იყო რა. ხოლმე აქ არაფერია სახლები და უბრალოდ ცემენტის თავისი მუღამი აქვს. შენობები არის. მე უფრო რა თბილისში მაინც უფრო მყუდრო ის იყო მეთქი, მაგას ვფიქრობ. მაინც შენ ქვეყანას არაფერი არ ჯობია რა, მაინც აი ესეთ რაღაცეებზე რა. ეხა აქედან აი ამ კარგ ხედზე ისეთი მათე გაგიხსნა უეჭველი. ეხა მართლა მე. თან მართლა ორი თვეზე მეტია, ალბათ გინდა წამოსვლა იმ ადგილზე, სადაც ვაპირებთ ახლა წასვლას. თუ ვაყავშევს ეს საქართველოსთან დიდი მოგონებები აქვს. ხინკალი. ეხლა ვიყოფებით გლენდელში, რომელიც არის ცნობილი იმით, რომ ძალიან დიდი სოფული დიასპორას დასახლებას ხოვს და აი აი ეს ხინკალი ჰაუს. ძალიან მაგარ მუშაობს, იმიტომ დაჟე მახსოვს კოვიდის დროს არაფერი არ მუშაობდა, ამ რესტორანში ყველაფერი ღია იყო და საქართველოში ბევრ ადგილზე მაგარ ხინკალს აკეთებენ აქ. One satsiki, cucumber and tomato salad, two skewers of hachapuri, 20 xingali. Let's do it, yeah. 20 xingalis, yeah. Anybody Georgian that's working here today? No? Armenian? We're just trying to like Armenian find that someone. speaks Georgian maybe? Yeah. It's okay. მე და შაკოს ხომ ხომ ლაპარაკი რომ ჩვენ საერთოდ ცხოვრობთ მანო გაგვეხსნა თქო რა. Thank you so much. ბევრ ხალხთან გვილაპარაკია ჩვენ ამ ერთ-ერთი ბიზნესის მფლობელები ვინებიც არიან რესტორნის ინდუსტრიაში. შევთავაზება გავუკეთეთ რომ ანუ ეს ქართული საჭმელი ვანახეთ გახსნა გვინდა ესა და ისაო. ანუ ახანაირად რაღაც თბილადაც არ გითხეს რომ რაღაცა უიკიცაეთ იმუშავებს პირდაპირ გითხოს უარი რომ ანუ ეგ არ იმუშავებს აქო რა იმიტომ რომ ხალხმა არ იცის ვინ ხარო რა ანუ რესტორანი აგვიშვა იმ ჯეფმა ჰიმალაიური რაღაცა რაღაც აზიური ის იყო რა ანუ რესტორანი იყო და მითხარ რომ უბრალოდ ადექიო ეხაო და ორი ქუჩით ორი იმით კარის ქვევით გაიხედე რა ხდება რესტორანშიო რა დრო არის ისეთი რომ ანუ დაკავებული უნდა იყოს რესტორანი და რო გავიხედე ანუ არაფერი ვაფშე საერთოდ არავინ არ იყო რა ანუ ალბათ მაქსიმუმ ერთი ადამიანი თუ იყო ეგეც მომუშავე პერსონალი იყო. გირჩია რომ თუ დაიწყეთ ეს რაღაცასო, დაიწყე პიცითო, იმიტომ პიცა უნივერსალური რაღაცა არის, ყველა ეროვნების ადამიანი ჭამს პიცას და შეიძლება ნელა ხაჭაპური შეუშვა, ლობიანი, კარტოფილი, იმიტომ რომ ესე შენ და დაიწყო ჩაფლოდება, ბიზნესი ჩავიკუდებაო რა და ანუ ეს რჩევა ძალიან გავიტოლისე ჩავშვა თავში კიდევაც და მაგიტომ ანუ ჩვენ ლოკაციას საწყობთ იქ აზრი არ აქვს. ბოლოს სახელიც ანუ ამ სოხები ჭკვიანები არიან, მარკეტინგულად ძალიან სწორი გათხოვეს რომ ხინკლის სახლი დაარქვეს, ხინკალი ჰაუსი აწერია ქართულად, ინგლისურად უფრო სწორედ რა. და ძალიან სწორი გათხოვე რომ ხინკალს ჩაწე ლოს ანჯელესში პირველი ამ ადგილს აგდებს რა. ანუ არ ჩაწეს რაღაცა ქართული საჭმელი რაღაც უბრალოდ ჩაწეს ჩვენი მთავარი კერძი რაც არის ხინკალი. ყველაზე დიდი სომხური დასახლება არის ამ ქალაქში. დაახლოებით 2-დან 3 მილიონი სომეხი ცხოვრობს. მე მგონი ამ ქალაქში. არ ვიცი თუ ვწდები, მაგრამ ეგრე არის როგორც ვიცი რა. ეს არის მოკლედ სომხური სტილის ხაჭაპური არის, ხაჭაპური კეცე განსხვავებული არის, მაგრამ ძალიან მიყვარს მე მომწეს მე, იმიტომ რომ ესეთი არის. შებოლილი არის რა. ქართული გემო არა აქვს. მაგრამ ცოტა მიბაძავს რა. არ ვიცი რა ყავდეს, მაგრამ სომხური რემიქსი არის რა. 10-დან ალბათ 800. 800. მოგვიდა ჩვენ საცივი. აი ამის გამო
სიცოცხლეზე ავყიდი, ისეთი გემრიელი არის. თავისი შოთის პურით თან. სალათა, თავისი ქართული სუნელებით. Everything's good, thank you. საცივს დაუწერდი 10-დან 10. მე 9-ს დაუწერდი. გაჩვენდი რა. ცოტა კათამზე ცოტა უკლე ხო. საათას 10-დან 10. აი მეტი არ შეიძლება 10-დან 10 აი საათა და აი ეს არის რაზეც ორი თვე ვოცნებობდით. მოკლედ ეს ხინკალი არის გემრიელესი. აი ეს რომ მქონდეს ახლა აი 10 წუთის სავალ იყოს, 20 წუთის სავალ იყოს, ალბათ ყოველ მეორე დღეს აუცილებლად წავიდოდი რა. უბრალოდ ძალიან ძნელია ესე შორს რო არის რა, ჩვენგან საათნახევრის სატარებელი არის რა. გამოძახებას აზრი არ აქვს. ჩაცონდება, გზაში ჩაცონდება და მაგიტო რა. ძალიან გვიყვარს ქართული საჭმელი, გიждდებით, ანუ არაფერი არ მიჩვენია, ჩვენ სამშობლოშიაც საჭმელი გვაქვს. კომენტარებში ხოთ დაგვიწერეთ, სად არის ყველაზე კაი რა არის, რომელია თბილისში საუკეთესო ხიკლის ადგილი, რომ ჩამოვათ აუცილებლად და გადავაგემონო ბევრი სხვა ადგილი რა. აი ჩვენც ყველას არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი რუსი ზის, ქართული ჯერ არ გვინახავს არასდროს. სულ ესენი დაგიან აქ, იმიტომ რომ ქართული საჭმელი მაინც ყველას უყვარს რა. იცი არაცაა კაი რა. რას დაუწედი შენ ამათ? აკრობაზატო 8.5 იმის გამო რომ ერთი შეურაცხმარას ხინკასაც აყენებენ არის ის რომ მეუბნებიან ხინკალი გინდათ სმეტანის თუ იმით რა ქვია სირაჩა. სირაჩა არის ცხარეისა соус და ამიტომ აი მაგის გამო დავაყენე 9.5 ქულას იმის გამო რომ ხინკალი დაიჭირდეს მარტო ესე. ну ძმარი დავმალოთ ეს ეს შემიცემა არ მაქვს ზოგადად ხინკალი სარიელენა იყოს და მაგიტომ 8.5-ს დაუწერდი რა აქავრობას რა. მოკლედ ეს იყო 221 დოლარი 222-ის და მოდი დავუტოვოთ 250-ს დავმგვაოთ რა. აგი აქ იყიდა ეს მარანი არ ვიცი ვის კომპანია არის ეს, მაგრამ უგემრიელეს ღვინოა. დროა რომ დაუბრუნეთ საქმეებს. აი იყო ეს ყველაფერი. წამოვიღეთ ხინკალიც, რას დავშევხსნე ხინკალი წამოვიღეთ. უბედნიერესი ვარ ამ საჭმლით. თავარი გეგმა რაც ჰქონდა ეს გავაკეთეთ. ხინკალი ძალიან გემრიელი იყო. მადლობა ყველას ყურებისთვის.